დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება მედიცინაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. სამედიცინო რობოტები უკვე ყოველდღიურ პრაქტიკაში შემოდიან. ისინი ეხმარებიან ქირურგებს ოპერაციების დროს, აკონტროლებენ პაციენტის მდგომარეობას და აფართოვებენ პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობებს. ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა, რომელიც ცნობილია როგორც კანტონის გამოფენა, წელს სპეციალურად ჭკვიან მედიცინას დაეთმო. ჩვენ შევქმნით მოდელი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო გამოსახულებებს, მათ შორის კატეს, MRI-ს და სხვას, რაც შესაძლებელს ხდის უფრო ეფექტური და სტანდარტიზებული სამუშაო პროცესების ორგანიზებას, ექიმებს ათავისუფლებს რუტინული დავალებებისგან და საშუალებას აძლევს მათ ფოკუსირდნენ მნიშვნელოვან დეტალებზე. გამოფენაზე 47 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც ინოვაციური პროდუქტები წარადგინეს, მათ შორის ქირურგი რობოტები, ინტელექტუალური მონიტორინგის სისტემები და სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობები. 2019 წელს ჩვენი დაარსების შემდეგ შევიმუშავეთ ფიზიოთერაპიული რობოტების 10 მოდელი. პროდუქტები გავიტანეთ 18 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში. შიდა ბაზარზე ჩვენი პროდუქტები 170-ზე მეტ ქალაქში გამოიყენება, ხოლო გაყიდვები 1000 ერთეულს აღწევს. გამოფენის შემდეგ ველით ამ მონაცემების მნიშვნელოვან განახლებას. ჩინეთის სამედიცინო რობოტების ინდუსტრია სწრაფად იზრდება, ხოლო მათი გამოყენება ფართოვდება კლინიკურ დიაგნოსტიკაში, ქრონიკული დაავადებების მართვაში და პირველადი ჯანდაცვის სფეროში. სტატისტიკის მიხედვით 2025 წლის პირველი 3 კვარტლის მონაცემებით, ჩინეთის სამედიცინო და ჯანდაცვის პროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 82 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია. ჩვენი მოწყობილობა აღიქვამს მოძრაობას. სისტემა ხვდება თუ როგორ სურს მომხმარებელს მოძრაობა, მაგალითად, ხელის აწევა ან დაწევა, ასევე ხელის შეკუმშვა და მოშვება. მთელი ეს პროცესი ფაქტობრივად იმეორებს პაციენტის ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესს. ინტერესი დიდია. მრავალი უცხოური მყიდველი უკვე გვყავს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ ისინი ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან არიან. კანტონის გამოფენა, როგორც მთავარი საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმა, საშუალებას აძლევს კომპანიებს წარმოადგინონ უახლესი ტექნოლოგიები და მსოფლიოს ამ კუთხით ახალი შესაძლებლობები გააცნონ.